შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მაღალმთიანი რაჭის კურორტ შოვში ბუბის წყლის ხეობიდან მოვარდნილმა მძლავრმა ღვარცობმა წამებში გაანადგურა ყველაფერი და 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა შორის მთელი ოჯახები და ბავშვები იყვნენ. დღეს კურორტი შოვი ფაქტობრივად აღარ არსებობს და დაცარიელებულ, მიტოვებულ სივრცედ არის ქცეული. საზოგადოებასა და დაღუპულთა ოჯახებში კი არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რადგან მომხდარზე ოფიციალური უწყებები და დამოუკიდებელი ექსპერტები კარდინალურად განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო კატასტროფის პირველივე დღეებიდან ამტკიცებდნენ, რომ ფორს-მაჟორული სიტუაციის თავიდან აცილება ფიზიკურად შეუძლებელი იყო. ოფიციალური დასკვნების მიხედვით კლდე-მყინვარული მასის მოწყვეტა და ღვარცოფის ფორმირება მოხდა მყისიერად, რამაც სტიქიის ეპიცენტრამდე სულ რაღაც 8 წუთში მიაღწია. უწყებები სამაშველო რეაგირებას მაქსიმალურად ოპერატიულად აფასებენ და ვერტმფრენების ჩაფრენის დროს რთული რელიეფითა და პილოტების უსაფრთხოების რისკებით ამართლებენ, ხოლო აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით. ოფიციალური ვერსიის საპირისპირო დამოუკიდებელი გეოლოგები, საგამოძიებო ჟურნალისტები და ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებს გულგრილობასა და უმოქმედობაში, რაც ყველაზე მეტად დაგვიანებულ სამაშველო ოპერაციასა და ჩავარდნილ ევაკუაციაში გამოიხატა. სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს დაახლოებით 15 საათიდან 16 საათამდე შუალედში მოხდა. პირველი სამაშველო ვერტმფრენი კი ადგილზე მხოლოდ 3 საათზე მეტის შემდეგ ჩაფრინდა. გაჩნდა კითხვა, რატომ არ ყავდა სახელმწიფოს დასავლეთ საქართველოში, მაგალითად ქუთაისის ან სენაკის ბაზებზე მუდმივ მზადყოფნაში მყოფი ბორტი, რომელიც ადგილზე 20-30 წუთში მიაღწევდა. განსაკუთრებული პროტესტი მოყვა იმას, რომ ვერტმფრენებმა მუშაობა დაღამებისთანავე 21 საათისთვის შეაჩერეს, რადგან სამაშველო ავიაციას არ ჰქონდა ღამის ფრენისთვის საჭირო აპარატურა, რის გამოც ტალახში და კოტეჯების სახურავებზე დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია შეწყდა და მათ კრიტიკული პირველი ღამე მაშველების გარეშე გაათენეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ხეობაში არ არსებობდა ადრეული შეტყობინების სისტემები, სენსორები ან განგაშის სირენები, რაც ხალხს საფრთხის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე მაინც გააფრთხილებდა. კურორტზე არ ყოფილა საევაკუაციო გეგმა და უსაფრთხოების ნიშნები, რის გამოც პანიკაში ჩავარდნილი ადამიანები ინსტინქტურად მანქანებისკენ ან მდინარის პირას გაიქცნენ, რაც ბევრისთვის ფატალური აღმოჩნდა. ამასთანავე ითქვა, რომ მდინარის კალაპოტის ცვლილება და ნგრევები ზემო წელში სტიქიის ოფიციალურ დრომდე რამდენიმე საათით ადრე შეინიშნებოდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ დროული მონიტორინგის შემთხვევაში პრევენციული ევაკუაციის დაწყება გაცილებით ადრეც იყო შესაძლებელი. სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. დაღუპულად ითვლება 33 ადამიანი, საიდანაც ერთი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.